საკითხი ყველაფერშივე გამოცხადდა ჩაბარებული. ძირფასო კოლეგებო, ძირფასო მასწავლებლებო, მივესალმებ უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებს და ჩემს საამაყო მოსწავლეებს. მე გახდა დამფუძნებელი და კომპიუტერული ტექნოლოგიების მენტორი მასწავლებელი. დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციურად უჩვეულო დღეა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნება ახდა. დიდი ხანია ოცნებობ, რომ ერთ სივრცეში მე მასპინძლა საგანმანათლებლო სფეროს სამი უმნიშვნელოვანესი რგოლისთვის: მოსწავლე, მასწავლებელი და უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებელი. და აი ეს დღეს დადგა. 2015 წელს დაიწყო, როდესაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ახალად იმერგებოდა. გამოწვევებით სავსე პერიოდი იყო. კოლეგებმა ფასილიტატორად ამირჩიეს. ჩემს ხარისხიან მუშაობაზე იყო დამოკიდებული ჩემი კოლეგების პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა. ამიტომ დავიწყე შრომა და ჩემი ფასილიტაციის ქვეშ მყოფ კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. თუმცა მალევე გავუწევი ჩემი სკოლა. სახელიც კი მე და ჩემმა მეგობარმა ნატალიამ ერთად შევარჩიეთ მოტივირებულ პედაგოგთა კლუბი. ასე გააჩნდა სივრცეში ახალი ჯგუფი სახელწოდებით მოტივირებულ პედაგოგთა კლუბი. მაშინ ვერავინ ვერ ფიქრობდა, რომ და დღეს ის თამამად შემიძლია ვთქვათ, რომ სრულიად საქართველოს სამასწავლებლოდ იქცა. ეხლა კი სიტყვა მინდა გადავცე ჩემს მეგობარს, პროფესორად ამ კლუბის იდეის ყველაზე დიდ მხარდამჭერს, ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მენტორ მასწავლებელს ნატალია თურქას. ბატონო როლანდ, განსაკუთრებით მადლობა. ძიამ კარგად ისაუბრა ჩვენი კლუბის შესახებ. მე მხოლოდ რამოდენიმე ფაქტს დავამატებ. ერთი სურვილი გამოძრავებდა შეგვექმნა პროფესიული სივრცე, სადაც ნებისმიერი მასწავლებელი მიუხედავად იმისა, თუ საქართველოს რომელი კუთხეში მუშაობდა, ყოველთვის იპოვიდა მხარდაჭერას ჩვენს ჯგუფში, მიიღებდა რჩევას, გამოცდილებას და სწორედ თქვენ შექმნით ის ძლიერი გუნდი, ეს ძლიერი საზოგადოება, რომელსაც დღეს მოტივირებულ პედაგოგთა კლუბი ქვია. ჩვენმა საქმიანობამ მხოლოდ სოციალური სივრცით არ შემოიფარგლება და არც შემოიფარგლებოდა. ცოდნის გაზიარების ელეთ ჩვენი ერთობლივი შევძელით დავხმარებოდით ბავშვებს, ოჯახებს, რომლებსაც ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემა და უღმესი მადლობა ყველას მონაწილეობისათვის ამ ხელმოქმედ საზოგადოებას და გვახსენებს იმას, რომ მასწავლებლობმა მე მინდა დღეს მადლობა გადავუხადო ჩვენი მოტივირებული პედაგოგთა კლუბის დამაარსებლებს. მეწლებია ამ კლუბის აქტიური თუ არა პასიური თვალისმინდებელი ვარ და ჩართული ვარ მუდმივად მათ საქმიანობაში, აი ხარდამხარდიობები ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნების შემდეგ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ კოლეგას, ვინც აძლიერებს ამ კლუბს და დღემდე მოდის ამ კლუბთან ერთადისთვის. მე მინდა წარმატებული კონფერენცია გისურვოთ თითოეულ თქვენთაგანს და სლოგანი, რომელსაც დღეს ვუყურებ ჩვენს ბანერზე, მოტივირებულ პედაგოგთა ბანერზე, მომავალი განათლებაშია და მომავლის სულის ჩამდგმელი ძალის მიცემი. ჯერ პატარა შესავალს გავაკეთებ, მე თვითონ გახლავართ დიოგნის საჯარო სკოლის კურსთან მთავრებული და დღეს ამ სკოლაში ვასწავლი კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. ამ სკოლაში მოღვაწეობდა გამოჩენილი მწერალი ნოდარ ძირკვაძე, რომელის ლეგენდაზეც დაფუძნებით მე ჩემს მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე შემოქმედებითი პროექტი და გავაცოცხლეთ ლეგენდა სიყვარულზე. ეს მე ვთვლი, რომ მე როგორც ამ სკოლის კურსთან მთავრებელს და როგორც ნოდარ ძირკვაძეს მოსწავლეს, მქონდა პროფესიული და მორალური ვალი, რომ მისთვის ამ გაცრეცილი წიგნისთვის მეჩუქებინა უკვდავება, ჩემი ბავშვობის საგანძურად იქცა და პროექტზე მუშაობა გადავწყვიტე ჩემი სხვა დანარჩენი კოლეგების სკეპტიციზმის დასაძლევად და ხელოვნური ინტელექტის ჩართვა სასწავლო პროცესში,
პირველი რაც გამახსენდა ეს ლეგენდა იყო და როცა მოვაჩუქე გამოვიყენეთ ხელოვნური ინტელექტი და გადავიდეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით ლეგენდა სიყვარულზე, რომელიც ცნობილ ლეგენდას აცოცხლებს გოგოძის სულეთახიზე. ეხლა კი სცენასთან თუ ჩემს პატარებს ნინი ძიგვაძეს და დათო საგინაძეს სულ სამოსწავლე მყავს მეექვსე კლასში, მაგრამ ერთი გვაქვს. მოგეთხოვეთ ხოლმე სოფელში თემთან, ოხუცეს წევრებთან ლეგენდა მუდაძიკვაძის ნაწარმოების შესახებ. აბა რომ მითხარით რა იყო ამ პროცესებში ყველაზე საინტერესო ნინი? ესეც გამოდის ძალიან ბევრი ძველი ისტორია და ლეგენდა გოგოძის უღელტეხილზე. ძალიან საინტერესო იყო ამ ყველაფრის მოსმენა და მივხვდით რომ ეს ჩვენი წარსულია და ამით სრულებად უნდა შევინახოთ რომ არ დაიკარგოს. და ტექსტებად ვაქციე, საქმეში ჩავთეთ ხელოვნური ინტელექტი და კომპიუტერული ტექნოლოგიები გაგვიზიარეთ და თუ რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად და ამ პროცესში რა იყო ყველაზე საინტერესო? ავიდან ცოტა უცხო იყო, მაგრამ მე ძალიან სახალისო გახდა. ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს უწოდებ ბრძანებებს, როგორი უნდა ყოფილიყო გარემო, გმირები და ის ამ ტექსტებს სურათებად და ანიმაციებად ვიქვენდა. ხელოვნური ინტელექტი ძალიან აგვიხმარა, მაგრამ მივხვდით, რომ თუ ჩვენ არ ვუწევდით იდეებს, ის თავისით ვერაფერს შექმნა. ძალიან სწორი დასკვნა. პროექტს წარმოგიდგენთ. პრემიერა და ამიტომ გადავწყვეტე რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია წარმოვედგინე ეს პროექტი. მოლებს ერთი მარადიული სიყვარულის ისტორია შემორჩა. ამბავი, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო. ამბობენ, სწორედ ამ სიყვარულის შემდეგ დასჩენდა გოდერძის უღელტეხილს ნისლი. ეგები მართავდნენ. ყველგან თურქიას კერები და ჩაუშები დათარეშობდნენ. ხალხს მოსვენება აღარ ქონდა მათგან. აღას სულეიმანი. სოფლის შემოსავალი. ხოდა მიდიოდა დღეები ასეთ ყოფაში. აღას და ბეღაც გადმოხედა წყალობის თვალით. ბეგის ცოლს ვაჟი შეეძინა. აღისას ქალი. ვაჟს ნური დაარქვეს, ქალს მირანგულა. ნიშნობაზე დიდძალი ხალხი მოიპატიჟეს. ამდენი სტუმარი ბეგის ზღვა ემოციები და სიხარული იდგა იმ დღეს იმ პატარა ოჯახში. მირანგულასა და ნურის დაბადების დღეს დაემთხვა. იმ პატარა ღარიბულ ოჯახშიც ის სუფრა მწირი სოფელმა ალალი გულით დალოცა ახალდაბადებული ვაჟკაცი. ლაღი ბავშვობა ჰქონდათ ნურისა და მირანემ არც ზრუნვას. ზაფხულობით იაილებში მიხავდათ. იშვიათად თუ დააშორებდნენ. ისინი შენზე ნაკლები. ენა გააჩერე. ბევრს ვილაპარაკობ. კმილეული მოგვრჩა და არ ვიცით რა უყოთ. გადასაყრელად გვენანება. ხორებს არ წაუყო. მე არა ვარ ნასუფრალს ჩვეული. ხო, მე გავბედე. რა, თვალში ხო არ გეპატარავები? არ შეგარჩენი ცოდე. ესვედა წინ. შემკრთალმა ნიაზმა უკან დაიხია. შენ არც ისეთი მიამიტი ჩიტი ყოფილხარ. მე რომ მეგონე ნიას. მან შორის დიდი უფსკრულია. მირანგულა. წადი.
ღმერთმა იმაში არგოს შენი თავი. განაში წადი მირანგულა. აკი გითხარი. წადი მირანგულა. სწორედ იმ წელს ნურისა და მირანგულა ალიბეგი გარდაიცვალა. ნური და მირანგულა სოფელს დაუბრუნდნენ. აზიზად გაზრდილი ნური სასტიკი და ულმობელი გამოდგა. სოფელს ძულდა ქალიშვილი ვერ გათხოვდებოდა, ვაჟი ვერ იქორწინებდა. ვინც ამ წესს დაარღვევდა, ერიდებოდა, ემალებოდა. ივლიდა ოღონდ ნიაზი დაენახა სადმე, მისი ფარული ჭვრეტით დამთქვარიყო. ასეთ იდუმალ ჭიდილში გადიოდა. მზის ამოსვლას გავდა ბეჭზე დაუწვენელი ბაშკაცების ღიმილი. ცისკრის დადგომას გავდა შეყვარებულ გოგოთა თვალები. ცეკვავს ნარნარად უვლის წრეს. საფერის დროს უცდის ნიაზი. დიდი ხნით გულში ნატარების სათქმელი დღეს უნდა თქვას. დღეს ან არასოდეს. მიყვარხარ მირანგულა, ჩემს თავს მირჩევი ხარ. შენც ხომ გიყვარვარ. მირანგულა, საღამოს წყაროსთან გელოდები. ხომ ხვალ. ნური ბეგი ჩრდილში იდგა და ჩუმად გახურებდა მოცეკვავე წყვილს. მის სახეზე უკმაყოფილება უკვე აშკარად იკითხება. ახსენდებათ, აღარ ეთმობათ ერთმანეთი. ბოლოს დათმეს ერთმანეთი. კივილის ხმა მირანგულას სახლის მხრიდან ისმოდა. განგებამ თავისი პასუხი გასცა. გაქრა. მირანგულა ცხენზე შემოისვა, ყიჟინით დაედევნენ გაქცეულს. მიჰქრინ მდევრები. უკვე გოდერძი გამოჩნდა. ვაიმე. ცოტა კიდე მოითმინე სულო. გახდნენ. ამაოდ განლი დაარქვა, რაც ქართულად სისხლიან მთას ნიშნავს. ახალციხეს შეაფარეს თავი და იქიდან დაიწყეს ოჯახად იქცნენ. და სიკვდილამდე ბედნიერად ცხოვრობდნენ. დიდი მადლობა ჩემს მოსწავლეს. დიდი პატევის ცენტრი თავისთავად სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქალბატონი ლავი ამტიძე. ის წარმოგიდგენთ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, იმიტომ რომ მასწავლებლებს ყველას გვაქვს რაღაც პატარ-პატარა აღმოჩენები და ასეთი შეხვედრები არის. იქნებ უფრო მეტი შედეგები დავდოთ, იქნებ უფრო საინტერესო გახდეს საგაკვეთილო პროცესი, სივრცეს, სადაც განათლების სფერო და განათლება არ მოიყენებს არიან აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. თავიდან მინდა გითხრათ ერთი რაღაც, რომ პრეზენტაცია, რომელიც მე მოვამზადე, მოვახმარებით ესეც ერთ-ერთი აი და
საქმიანობა გამარტივდეს და სწრაფად გავაკეთოთ ის რასაც აკეთებთ. ჩემთვის იყო სიმპტომატური, რომ ეს პროცესი, სწავლის პროცესი არის დაუსრულებელი, იმიტომ რომ როდესაც PowerPoint-ში ვცდილობდა, მაგრამ ჩემთვის ეს იყო აღმოჩენა და ძალიან მომეწონა თითქოს მდგომარეობს განათლების ფუნქცია. თუ კი ადრე მე საბჭოთა პერიოდში ვიყავი მოსწავლე და ძალიან მკვეთრად იყო ფიქსირებული. განათლების სფეროს ევალება იმაზე მეტი ვიდრე უბრალოდ ცოდნის ჰოლისტური სფერო და ფაქტობრივად არ ტოვებს ერთ კუნჭულსაც კი ადამიანის ცხოვრება. 4 ყველაზე პოპულარული პროგრამა, რომელსაც აქვს როგორც ფასიანი, ისე უფასო ვერსიები და იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ეტემა და შემდგომ ასე ვთქვათ, მოახდინონ იმისი ხაზგასმა, რომ მინდა მოკლედ მოგიყვეთ იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში აქტივობა, აი ასე, გამოვიყენეთ, მოგიყვებით მოკლედ გეგმას, რა გეგმით სტუდენტებმა და ეს გახლავთ შედარებითი პოლიტიკის კურსი. სტუდენტებმა გაიცნეს გამოცემული დამერგუნოვის სასწავლო დაწესებულებაში გამოყენებადი საუნივერსიტეტო მუშაობის პროცესში. შემდგომ ამისა, მათ უკვე ეს იყო დაახლოებით მე-13 კვირა დამუშავებული ჰქონდათ სილაბუსის მიხედვით გათვალისწინებული თესტებობა, რომ მოეღოთ თავიანთი რეალობისთვის და გარკვეული ტიპის ცვლილებებით შეიტანეს. საბოლოო ჯამება როდესაც ჩვენ არ გვქონდა რაიმე ესეთ ქართული პრეცედენტი, რომელსაც გამოვიყენებდით და გავაუმჯობესებდით. რა ტიპის დავალება და როგორ უნდა მიეცათ დავალება მეორე ხელოვნური ინტელექტის პროგრამისთვის, რომ შეუძლებას წარმოადგენდა. რა მინდა განსაკუთრებულად აღნიშნო ეს პირველ რიგში ის, რომ აუცილებლად ხელოვნური ინტელექტის იმ ინსტრუმენტს, იმ ასისტენტს ასევე, რომელსაც სწორი დავალების მიცემის შემთხვევაში შეუძლია შეასრულოს ზუსტად ის, ასე ვთქვათ, საქმე, რომელსაც მას დავალავთ. თავსვენ რიგში ყოველთვის გადავამოწმოთ ის ინფორმაცია შინაარსობრივი მდგენელი, რომელსაც AI გაგვიზადებს, ასევე აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, რომ მოვირიდოთ გარკვეული ტიპის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემასთან გამხელას მის გარკვეული ნაწილის შემსრულებელი და არა მთლიანად ჩვენ შეგვიძლია წამებში თუ არა წუთებში შევქმნათ უამრავი მრავალფეროვანი ოფიციალური დოკუმენტაციაც კი. ეხლა მოდით კონკრეტულ მაგალითზე გამიხილოთ, რომ ხელმძღვანელობა და პირველივე რაც ვთხოვებთ, რომ დავამუშავებთ, დავხვეწავთ, მივაწოდებ სხვა კიდევ რაღაცებს თვეების მიხედვით, შემაჯამებლების სტილიც კი პროექტი და ამ შემთხვევაში ხარ გაზრდაზე შრომატევადი და რთული არის ჩემთვის მოსწავლის და მშობლის საინფორმაციო ბარათის შედგენა. ამ პროექტის ფარგლებში რა მოეთხოვება მოსწავლეს თითოეულ ეტაპზე. ყველა ეტაპი არის მომკლედ აღწერილი, თვით შეფასება მოსწავლისთვის, რეკომენდაციები წარმატებული პრეზენტაციისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი მშობლის როლის ასრულო საზოგადოებაში, იცით რამდენად წამოწეულია წინა პლანში. აი ვიდეო და მეჩვენები და აქ სადაც ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლის რა თქმა უნდა, როგორც უკვე აღინიშნა, აუცილებლად უნდა დავიწყო კონფიდენციალური, მაგრამ მე აუწერე ჩემი მოსწავლის პირობითად, ფიქციური მოსწავლეა, გიორგის სუსტი და ძლიერი მხარეები, ეს თანადგომა, აი ნახეთ დახმარება და ასევე რა თქმა უნდა მაგალითად. მაგათ აი აბსოლუტურად ის თემატიკა რაც პირობებს. საქართველოს რა თქმა უნდა პასუხებში არის კიდევ რეკომენდაცია მასწავლებლისთვის. თქვენ უნდა გჭირდებათ. აი ჩვენ რა კატეგორია ასეთ მართლა სასიქადულო პროექტის დაგვირგვიტებას, როგორც რასაც ქვია მათი მოტივირებულების პედაგოგთა კლუბის ასეთი მართლა გრანდიოზული დაგვირგვინება და იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობაში, ურთიერთობებში ერთმანეთს და მეც დღეს წარმოვიდგენ გაგიზიარებთ პროფესორად ჩემს წეში თუ როგორ ხდება ტრანსფორმაცია სასწავლო ხელსაწყოებით, რამდენიმე ნახსენები იყო დღეს უკვე ჩვენთან რამდენიმე პლატფორმა აპლიკაცია ასე ვთქვათ, ნოუთბუქელებზე მე მგონი ყველას აქვს ინფორმაცია და მაინც ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი როგორ ვიყენებდი. ჩვენ ვერ ვასწავლით და ვერ გავაჭირვებთ მათ AI-ის გამოყენებაში, მაგრამ მე ვთვლი, რომ
თუ მიზნობრივად და კონკრეტულად ჩავთვლით ჩვენ გამოვიყენებთ მათ ცოდნას მიმართავ იმ საიტების თუ პლატფორმების სწავლას, რაც მათ იციან ჩვენ სასიკეთოდ და მათემატიკის შექმნა რუკების შექმნა, ფლეშქარების პრეზერვის და ასე შემდეგ ნებისმიერი სხვადასხვა ცხრილების შედგენა, შემდეგი ვირტუალური სტუდია. იდეალურია საგანმანათლებლო ვიდეოების ონლაინ კურსების და საპრეზენტაციო მასალების დასამზადება. პრობლემისგან, ბაბუებისგან წარმოდგენილი ნასაუბრებიდან ეს ყველაფერი იციან, მაგრამ ვიზუალური მხარეს სულ სხვა არის და ჩართება მედია საინტერესო. Island elders used nature as a refrigerator. Cool stone cellars preserved life's essentials. Nothing was wasted. Everything was circular. Old clothes were repurposed until the very end. Mountain women managed the household, from the loom to the fields. განსხვავდება ჩვენი პრეზენტაცია, რა გჭირდებათ? დიფერენცირებული დავალება, გაკვეთილი სიეთმათან, School AI, რომელსაც ასევე კატეგორიებად, როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლისთვის აქვს და საწყაროდ დასაწყისში მე ვცდილობ პირველად მადლობა თქვენს ყველას ეს ორგანიზებას და Humanity First ეს არის ჩვენი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, მაგრამ პირველად მე ვარ გერმანიდან და ახლა სტუდენტი ვარ შოთა რუსთაველის სამეცნიერო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე. ჩემი მიზანია ეს არის მოკლედ ჩემი შესახებ მთავარი თემა არის Humanity First. Binaris Humanity First. The presentation will be in Georgian. You can read it, but my presentation will be in English. So the main point of Humanity First, we are a humanitarian organization here in Georgia. And yes, sorry. ორგანიზაცია არის ჰუმანიტარული ორგანიზაცია და რომელიც ახალგაზრდა ორგანიზაცია არის საქართველოში დაფუძნდა 2018 წელს. And the main aim of Humanity First is not just in Georgia. We have in more than 60 countries Humanity First, and we help a lot of people, not in one department, but today's event is. ორგანიზაცია არ არის მხოლოდ საქართველოში, ზოგადად ბევრ ქვეყანაშია 60 ქვეყანა დაასახელა და მათი მიზანია ზოგადად ხელი შეუწყოს სხვადასხვა ხალხების საზოგადოების განვითარებას. And about Humanity First, I can tell that it's not we help people who can't afford food. We help them throughout Georgia. აქ არის მოცემული სხვადასხვა განყოფილებები, რაზეც მუშაობს ეს ორგანიზაცია, ინგლისურად არის და შევეცდები თარგმნო, ეს არის გადასაწყვეტთან დაკავშირებული პირველი თემის საჭიროებებზე, მეორე ობოლთა დახმარების განყოფილება, საკვების ნაწილი, ცხოვრება, დამთავრება და საქართველოს მასშტაბით და Gift of sight means medical operations for eye patients. You know, everyone. And we help them. Professional, all are volunteers. And we have specialists, doctors, everyone who help there 6 months every day to help them in soup. But these are some statistics. გზაჯვარედინზე უამრავი ფერადი მანქანა, ველოსიპედი და ყვავილებით სავსე ეტლი შეიკრიბა. ყველა ელოდებოდა მწვანე ფერის ანთებას.
რაც უფრო მეც ხმაურობდნენ ხალხი, მით უფრო არ ნებდება. შუქნიშანს რაღაც აწუხებდა. მაპატიე მის მაგივრად, შენ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ. თბილმა სიტყვამ ჩემი გული გაა. ვთქვათ, იმიტომ რომ ყველა ბავშვმა მე მოგვიანებით უკვე წარადგინა თავისი კონკრეტული პიროვნება, ის გმირი, ძალიან კარგად გაართვეს თავი. ვიდეო რო ჩავსწორთ თუ შეიძლება და თან მეც დაგათვალიერებინებთ ბოლოს სლაიდზია. ხელ ვუსურვებ ამ პედაგოგებს motivirებულ პედაგოგთა კურსს წარმატებას. პროექტი ჩემს გაკვეთილზე მეორე გამარჯვებული ვარ და ვახორციელებ სწავლებას. თქვენთაგანი გააკეთებს თქვენთვის სასურველ რესურს თამაშს. ერთ აპლიკაციას წარმოვიდგენთ. მოკლედ ეს იყო კითხვა, რამდენჯერ გინდოდათ საკუთარი კლასისთვის შეგხვდეთ პატარა ციფრი სავარჯიში. თქვენ თავზე მოგებული თქვენ ვთქვათ ყველაფერი ეს. მაგრამ იმიტოდით ალბათ რომ ჩვენი პროგრამისტები არა ვართ. ეს უნდათ გახსნადი ვებგვერდი, რომელსაც როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის და სხვებისთვის, ვინც არიან ზოგადად დაინტერესებული განათლებით. დიდი მადლობა ბრძანებისთვის და მოვიხსენოთ რომ ნაყოფიერად და წარმატებულად შედგა ჩვენი პირველი წევრობა. აქტუალურია დემანდები ბიჭები, მათი ფინანსური ხარჯების შესაძლებლობები და მინდა მოვიწვიო ხალხის და განათლების მადლობსია. რაღაც აპლიკაციებს კონკურსის შეგვიძლია ესა. ხოდა მე გავხდი ბაკალავრის შეიარაღებული. ეს გადახედა და ნახა რომ ბავშვები იყვნენ კონფერენციის მონაწილეები, მათთვის საჩუქრები გავუგზავნე. დიოგნოსის საჯარო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრით იქნება გაიხსნება ჩემი ორგანიზება და პრემიერა იქნება ფილმის მეთი. ამ სკოლის კურსდამთავრებულმა რაულ ახაძემ გადაწყვეტა რომ ამ ბავშვებისთვის ეჩქებინო პლანშეტები.